მაკო ჩვენ შეგვიძლია ვიმღეროთ სიმღერა უყვარსმა და უყვარს ჭამა თენდება თუ ღამდება სიმღერა არ გამომდის მე მირჩევნია რომ ნახოთ უკვე რა ეტაპზეა ჩვენი კერძები მე შენ სიმღერა კიდე გიმღერე განმეორდი ასე რომ ეხლა შენზეა კარგი ლამაზი გემრიელი კერძი არის მილამშვიდობის მე მგონი ჩვენი ხმა ცოტა აგვიანებს მესმოდა ჩვენ კი, მესმის ახლა უკვე თქვენი ვილამშვიდობის კიდევ ერთხელ მოგესალმებით და ვინც ახლა შემოგვიერთდა ჩვენი მაყურებელი იმედ ვეტყვი რომ მიმყოფებით ახლად გახსნილ ბარ რესტორან აქტრისა მარგარიტაში და ყოველთვის საინტერესო სახელი აქვს მაგრამ როგორც რომამ მითხრა ნიკო ფიროსმანის ცნობილ აქტრისა მარგარიტასთან მას არანაირი კავშირი არ აქვს უბრალოდ სახელები ემთხვევა ერთმანეთს ხო რომა არა სახელები ემთხვევა და თან აქტრისა მარგარიტა ესაც ძალიან ცნობილი ის არის ხო სასიყვარულო ისტორია ფიროსმანის ნამდვილად და მოდი ახლა ჩვენი მაყურებელი დარწმუნებული ვარ მოუთმელად ელოდება ჩვენი კერძების მომზადებას. ვინც მაყურებელი რომლებიც ახლა შემოგვიერთნენ, მე აგერ ეს კერძი უკვე მზად არის, ეს არის ეგრეთ წოდებული ღორის კარეიკა, შემწვარი, ანუ ფილე და მარილთან და წიწაკასთან ერთად, რომელსაც შემდეგ მოვაყარეთ დაჭრილი სოკო, დავაწყეთ უკვე დაჭრილი სოკო, დიახ. ცოტა რთული ასაღებია, აი, უბოდიშით. არა უშავს. და გვია ძალიან საინტერესო სახელი. ზემოდან ჰოლანდიური ყველი, დიახ, და ეს დაადნა უკვე მზად არის. აი შემილია რომ იყურება საბოლოოდ. ხო, აი მე დიდი ბოდიშით ეს კარტოფილით არის გაფორმებული. არაფერი, რომ თავარია ჩვენი კერძი არის აქ. და საკმაოდ საინტერესო სახელი ქვია გრაფ ორლოვი. დარწმუნებული ვარ ჩვენი მაყურებელი ამას მოამზადებს სახლში აუცილებლად და ესე გამოიყურება საბოლოო ჯამში, ხო? მე შემილია აი პატარა ნაჭერი ესეთი. მოგიჭრათ რომ დააგემოვნოთ. მიდი, აბა, უცებ დავაგემოვნოთ. თავის დრესინგთან ერთად აგერ. დიდი მადლობა, რომა. და მე ახლა მოგიმზადებთ ქათმის სალატს. ძალიან მარტივი მოსამზადებელია. გვაქვს მოხარშული ქათმის ფილე, რომელსაც შეგვიძლია რომ დავჭრათ, შეგვიძლია რომ უბრალოდ ხელით დავჭრათ. გემრიელია, დრესინგი უხდება, მგონი განსაკუთრებული. დრესინგის garaშე ისეთი არ იქნება, მგონი, ხო? დრესინგი არის მაიონეზი, დიახ, წითელი წიწაკა, ლიმონი, მარილი, ძალიან მარტივი მოსამზადებელი. ვჭრით ასე ქათმის თეთრ ფილეს. ეს შეგვიძლია არც დავჭრათ და უბრალოდ ასე ხელით. ეს ხო რას ვაკეთებთ რო არ ავიღიოთ? ეხლა ვაკეთებთ ქათმის სალატს შავი ქლიავის ჭირით. აი ასეთნაირად შეგვიძლია მარტივად უცებ კეთდება ძალიან ადვილი მოსამზადებელია. ხელით შეგვიძლია? კი, ხელით შეგვიძლია აი ესე დავანაწევროთ ეს. ნუ ქათმის ფილე ალბათ ჩვეულებრივად. კი, ქათმის ფილეს ნაჭრები მოვამზადეთ, მოხარშული. ჩვეულებრივად იხარშება აქ. ანუ შემწვარი არ უნდა იყოს, ხო? არა, შემწვარი არა. ეს უნდა იყოს მოხარშული აუცილებლად. მოხარშული ქათმის ფილე. შემდეგ რას ვაკეთებთ, რომა აბა? შემდეგ ამას უკეთებთ აი შავი ქლიავის ჭირს. შავი ქლიავის ჭირი არ უნდა იყოს, ან დაჭრილი ვთქვათ, ესე. შავი ქლიავის ჭირი კი არის დაჭრილი, აგერ მე უკვე წინასწარ მაქვს მომზადებული, ამასაც დავაყრით, დიახ, ასე. რა თქმა უნდა, პილპილი მარილი უკვე გემოვნებით, ვისაც როგორ უყვარს. ხო, რა თქმა უნდა, ზოგს ცხარე უყვარს, ზოგს ნაკლებად და შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით გავუკეთოთ. მე მაგალითად ცხარე მეყვარს, რომა. შენ ცხარე. ნუ ბევრი გავუკეთე. კი, რატომ? ასევე გვინდა მწვანე ხახვი. მცირე რაოდენობით, კი. მწვანელებიდან გვჭირდება მწვანე ხახვი და კამა. დიახ, აი ერთი ცალი არ არის საჭირო ბევრი. ძალიან არ მე ხო ამას ბევრს თუ უზავთ, მიყავს თავის გემოზე. და ქლიავის ჭირის გემო ალბათ თავისას მწვანელებთან ერთად რაღაცა ისეთი არ იქნება, ხო? ამიტომ არ უკეთებ ბევრს. არა, ეს უკვე გემოვნებაზეა, როგორც პილპილი და მარილი, ანუ ქლიავის ჭირი მაინც აძლევს თავის სიტკბოს, ხო? თუ ვინმეს უფრო სიამოვნებს, რომ მეტი სიტკბო იყოს ამ კერძში, მაშინ რა თქმა უნდა, ცოტა მეც გაუკეთებს. რა თქმა უნდა. კარგი, კამა. კამაც და საკმარისია, ხო, მგონი? არა, საკმარისი არ არის, მაიონეზი. მაიონეზი აუცილებლად. მაიონეზი ნაცვლად შეიძლება რომ არაჟანი გავუკეთოთ, თქვათ? და ესეც მაიონეზი უფრო უხდება. მინდა გითხრათ, ამიტომ შობია რომ მაიონეზი. კარგი, მოდი გავიმეოროთ უცებ, გავიმეოროთ ახლა რა. კი ბატონო. ანუ ეს არის მოხარშული ქათმის ფილე, ეს არის შავი ქლიავის ჭირი, ეს არის ხახვი, ეს არის კამა, ეს არის მაიონეზი და პილპილი მარილი. ეხლა მე ამას გადაურებ და გავაფორმებ. მანამდე იქნება ჩვენ მზარეულმა. ჩვენ მზარეულთან გადავინაცვლოთ და აქტრისა მარგარიტა დავიწყოთ. ეს არის საფირმო კერძი, თქვენი რესტორნის. შენ საავტორო კერძია ხო, როგორც ვიცი? კი. მოდი, აბა დავიწყოთ. რა უნდა გავაკეთოთ, მითხარი? სალათის ფოთოლს ვიღებთ. სალათის ფოთოლი პირველ რიგში, აქეთ არის სალათის ფოთოლი, ხო? ხო.
შემდეგ აუცილებლად უნდა ხელით დავჭერთ. ანუ დაჭრით მოგიხმარო? მეც ჩავყაროთ. კარგი, ხელით ვაკეთებთ ამას. შემდეგ რა გვჭირდება? შემდეგ გვჭირდება ანანასი. ესეთი მოგაწოდო ხო? ეს უნდა გადავიტან მიწებში, ჯერ არ გვჭირდება ცოტა ხანში. ანანასი ცოტა ხანში. კარგი, შემდეგ ავოკადოსაც ვიყარებთ ამ სალათაში, ხო? აუცილებლად. კარგი, რომა, შენს კი რა ხდება, აბა მაჩვენე. მე უკვე გადმოვიტანე ეს კერძი, ანუ აი ოპერატორს თხოვ რო აჩვენოს, მაგრამ არა, ამას პატარა შტრიხები სჭირდება. გასალამაზებლად, ხო? აი შეგვიძლია ავიღოთ ეს შავი ქლიავის ჭირი, გავაკეთოთ ასეთი ჯიბეები. ეს შეუძლია ჩვენს ტელემაყურებელსაც სახში გააკეთოს თავისუფლად. ესეთი პატარა ოთხკუთხედ ნაჭრებად დავჭრათ ეს ქათმის ფილე, მაგიტომ მოვიტოვე სპეციალურად და ნახეთ ამაში ჩავდებთ ასე. ой, რა ორიგინალური და საინტერესოა. კი და ამით ესე ვაფორმებ. ქლიავის ჭირში ქათმის პატარა ნაჭრები დიახ, აი, ნახეთ ესე. და ანუ არის მე ვფიქრობ, ერთით შეიძლება აქ ზევიდან რო დავდოთ, ესეც საკმარისი იქნება, არა, კი, მაგრამ ნუ რატო გავაკეთოთ? ხო, ისეთ შეგვიძლია რა თქმა უნდა. ერთით შეგვიძლია, შეგვიძლია საერთოდ არ გავუკეთოთ, ეს შიგნითაც არის. უბრალოდ არის ნანუკა კერძი და არის კერძის მირთმევის ფორმა, ხო? რა თქმა უნდა, რომ შენ უკეთეს ესთეტიურ სილამაზეს, ეს მხოლოდ მე კი არა, შენ ამდენი ჩართვებისგან უკვე სერიოზული კულინარი გახდი, მე ასე მგონია. რაღაც იდეებს გაწოდებ, ხო, მაგრამ შენ საინტერესო იდეებს მაწოდებს სხვათა შორის ძალიან. კარგი, ეს მოკლედ ჩვენი აქტრისა მარგარიტა მზადდება ნელ-ნელა და ეს ქათმის სალათი მზად არის, ხო, ფაქტიურად? სულ ასეთი პატარა ლამაზი შტრიხსაც გავაკეთებ კიდე, ესეც უნდა აუცილებლად? არ არის აუცილებელი, მაგრამ შეგიძლიათ რომ ესე ლამაზად გააფორმოთ. რაღაც ეს წვანელის დაადოთ. აჰა, ეს უკვე მზად არის. ეს უკვე მზად არის, აგერ გავიმეოროთ, ესე იგი რა ქვია ამ კერძს? ამ გვერდს ქვია ქათმის სალათი შავი ქლიავის ჭირით. ქათმის სალათი შავი ქლიავის ჭირით. ძალიან მარტივი მოსამზადებელია. შეგვიძლია გავამრავალფეროვნოთ ჩვენი მენიუ ყოველდღიური და გავაკეთოთ ესეთი ლამაზი და ორიგინალური ქათმის სალათი. ნებისმიერ დიასახლეს შეუძლია მოამზადოს სახში, იმიტომ ეს არის შავი ქლიავის ჭირი, ეს არის ქათმის მოხარშული ფილე, მაიონეზი, პილპილი, მარილი, კამა და მწვანე ხახვი. მარტივი მოსამზადებელია, მგონი მე ვფიქრობ და აუცილებლად მოამზადებდნენ. მოდი, აბა ცოტა ძალიან მიყვარს ქათმის სალათი და მაინტერესებს ახლა ქლიავის ჭირით როგორი იქნება. პატარა ქლიავის ჭირის ურევია ამის. აბა გავსინჯოთ როგორი იქნება. შენი სანაკებო ქლიავის ჭირი. რა თქმა უნდა, სახში შეუძლიათ მოამზადონ და აგერ სანდრეულის შვილში შეუძლიათ მოვიდნენ. ძალიან გემრიელია რომა. თუმცა მე მრავალი კერძიც არის. თუმცა მე ვიყოდი რომ ქლიავის ჭირიც მართლა ძალიან უხდება. ისეც გემრიელი იქნება და ნაკლები მარილით და პილპილით ასე ვთქვათ, ვისაც როგორ უყვარს. მე ძალიან მომეწონა ეს ვარიანტი შენი შემოთავაზებული. მაყურებელს როგორც უნდა თავად ისე მოამზადებს. აგერ ამზადებს უკვე ჩვენი მზადებული. მოდი გადმოვინაცვლოთ ახლა შენ პარტა შენთან რა ხდება აბა აქეთ მიხარ რა გააკეთე. ავოკადო კუბიკებად დაჭერნო დავაყაროთ ზემოდან. ასევე ანანასიც. მოდი დავჭრათ უნდა ანანასი კუბიკებად ისევ ხო? მოდი დროში მოვასწროთ და ვაჩვენთ მაყურებელს როგორ ჭრიება. მითხარით ან. ანუ მოგრძო ნაჭრებად. საკმარისია ხო მგონი ეს? კი. უბრალოდ რომ ვაჩვენოთ და მოვასწროთ და უნდა დავაყაროთ ზევიდან, ხო? ეს არის ნანუკა. აჰა. მე მაყურებელს მინდა აუხსნა, რომ ეს არის ქათმის ფილე, შემწვარი და შეწვის დროს ანუ მარილი, წიწაკა და სანამ ბოლომდე შეიწვება, ხო? ამას მერე ესხმება არაჟანი. კარგი, ესხმება არაჟანი. მოდი გავიმეოროთ აქტრისა მარგარეტისთვის რა გამოვიყენეთ, ხო? ავოკადო, ანანასი. ანანასი ძალიან ჯანსაღი პროდუქტებია ორივე სხვათა შორის და ძალიან უხდება კერძებს. ასევე მწვანე ვაშლი, სოკო. სოკო. კარგი, ჩვენ დროში ვარ ძალიან შეზღუდულები და ამიტომ უცებ დავასრულოთ, თქვათ ეს აქტრისა მარგარიტა და სოკო უნდა აუცილებლად, ხო? სოკოთი ვამთავრებთ. მეტი მგონი არაფერი არ გვჭირდება, ხო? კი, გვჭირდება მაიონეზი უნდა მოვასხათ. კაი, მოკლედ ანანასი, ავოკადო, მაიონეზი, ქათმის ხორცი და ასე შემდეგ. ნუ რა ვქნა, მგონი მოვასწარი, ყველაფრის თქმა ვერ მოვასწარი, მაგრამ მგონი მოვასწარი. და დაგემშვიდობოთ სამწუხარო.